მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, მარსმენა დაქვეითებული, სმენის აპარატი მიკეთია, მინდა რომ მიგანიშნო. გრამატიკა ნენელავს სწავლებ როგორც ყოველთვის. დღეს მე მინდა ვისაუბროთ ტანსასმელები. მოდი ჩემიდან დავიწყოთ და მერე დანარჩენი საუბრები, ჩამოყალიბება, საინტერესო თემა. ჩემიდან დავიწყოთ, ჩვევა მაქვს, რომ ერთი და იგივე მაცვია, ერთი და იგივე მწვანეფერი მაცვია, არაფერის განსხვავდება, უბრალოდ სტილი, დიზაინით განსხვავდება, მაგრამ ყოველთვის მწვანე მაცვია. და ეს არის ჩემი პროგრამა და ისე როგორც მიჩემნია იმას ვიცმევ და დავდივარ ასე. და სხვათა შორის ბევრმა ხალხმა შეამჩნიეს, რომ ერთი და იგივე მაცვია, აი სულ მწვანე მაცვია და ყოველთვის ერთი და იგივეზე და ყოველთვის მიცნობს ხალხი, რომ ანუ უცნობი ხალხი როცა ვამჩნევ, რომ ერთი და იგივე მწვანე მაცვია. ერთი და იგივე სტილით, რა. ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ხალხი რა ვიცი რა ემოციები აქვს, მაგას ბევრი ემოციები ჩანაფიქრი, რა ვიცი, მაგრამ სამადნიეროდ კარგია, რომ მცნობს ადვილად, რომ ის ტიპია, ისეთია მწვანე რაც მაცვია და ასე შემდეგ. ეს ნორმალია და კარგია სხვათა შორის მომწონს როცა მიცნობს. რა ვიცი, და სხვათა შორის მახსოვს, ერთი ბავშვი არის გოგო და მეორე კიდე დიდი ქალია რა. და ეს ქალი აშკარად ნანახი ვყავარ, როცა დავდივარ ქუჩაში და ეს ქალი ჩამიარა, გავიგონე მისი ხმარა და ესეთი რაღაცა უთხრა იმ ბავშვს, რომ ეს რა ტიპიაო. მე რა თქმა უნდა გულიანად გამეცინა ღიმილით და ესე მივდიოდი და საინტერესო ხალხის აზრები, და ასმიკვის, რა ქვია იმას, როცა ასეთი ხალხი ემოციები აქვს, რეაქციები აქვს, როცა ადვილად მიცნობს, რა, როცა ერთი და იგივე ტიპია, ერთი და იგივე რომ მაცვია და ძალიან ადვილად რომ მიცნობს. და რაღაცეების სიზმრებს ხედავ ხოლმე, რაღაცა დევნილობა, რა ვიცი. ამას არაფერს არ დავიწყებ მაგაზე ლაპარაკი, იმაში რა ქვია, ამ ხელა დიდი ისტორიის ამბით და ეს სიზმრები და რაღაცა არ ვაპირებ ამის მოყოლა, მშვენივრად მევსმის ხალხის რეაქციები, რატომ აქვს ასეთი გამოხატვები და რავი, ძალიან ისეთია რა. რომ ისეთი იდევნებოდა ჩემში, რომ აი სულ ერთი და იგივე ტიპია, ერთი და იგივე მაცვია და მე სხვა ადამიანი ვარ და მე ხო ეს ჩემი ტანსასმელია, როგორც მინდა ისე დავდივარ და მით უმეტეს ჩემი პროგრამა, ჩემი შერჩეული მწვანეფერი და რავი, ყველაფერი რა. მოკლედ, ეს უკვე ვისაუბრე, ჩემი ტანსასმელი. ზოგადად იმიტომ ვისაუბრე, რომ იქნებ თქვენზე მიცნობთ, გაგახსენდით, ოღონ მარტო ტანსასმელზე არა, საერთოდ ჩემი სახე, ჩემი ტანსასმელი, რომ ნამდვილად მიცნობდი, სადაც დავდივარ, ესე მშვიდად, რა ვიცი. ხო და რა ვიცი, საკმაოდ ბევრად მცნობს ადვილად და
სხვადასხვა მეს მინახავს ხოლმე ერთი და იგივე ტიპი, როგორც გაჭირვებული ადამიანები, ღარიბი თუ მდიდარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის შევამჩნიე ხოლმე ერთი და იგივე როაცია ძალიან საინტერესო და თან ჩემთვის არის სასიამოვნოს, იმიტომ რომ ნანახი მყავს და ვიცოდი სად დადიოდა, როგორ დადიოდა, როგორ ტვირთულობდა, როგორ მუშაობდა, რა ვიცი, ისეთი რაღაცები. და მართლა ჩემთვის არის სასიამოვნო, როცა იცნობთ რა რაღაცნაირი. ჩემთვის არის საინტერესო და თქვენსაც თქვენსაც მოგეწონებოდა იმის მიუხედავად, როდესაც შეამჩნევს კაცს და ზუსტად იცოდი, გეცნობოდა, გაგახსენდებოდა, აი ეს მერე მოდის სიამოვნება, აი ნეტა ეს ბიჭი სად არის, ან ნეტა ის გოგო სად არისო, რაღაც გამოხატვა, ნეტა ხო რა, აი ეგეთი რაღაცა, ზუსტად ის როგორც მე ესეთი რეაქცია მაქვს ხოლმე და ხო დავამთავრე ჩემ ტაცაცმელზე, ეხლა დავიწყოთ სხვანაირი საუბარი, ისევ იგივე ტაცაცმელზე. ესე იგი, მოდი ერთი რამე საინტერესო თემას მოგიყვები. ოდესმე რა, თქვენ ალბათ ნანახი გექნებათ ქართული ფილმი, არა მარტო ქართული ფილმი, რაიმე უცხო ფილმი, თუნდაც ისტორიები, კადრები, ისტორიები, ნებისმიერი რაღაცა, თუნდაც ფოტოები, თუ გინახავს ისეთი კადრები, სადაც ადამიანები აცვიან ნორმალური ტანსაცმელი. В красной рубашке это профессор Хачикян. ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა იგი მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს. ეხლა წარმოაჩვენები ჩემი თიკო რა? ახალი კუბი. ვის არ უხარებს ვის? ლამაზად ჩაცმაშვენის სულ ყველას. ვისაც სილაღე სურს. განისამოსი გმატებს მხნეობას და სილამაზით გვავსებს. როცა გაცვია ასე ლამაზად, გულიც ხენით გაგზავსე. ანუ მე გულისხმობ, რომ თუ გინახავს კადრები, სადაც ადამიანები აცვია სრულად ნორმალური ტანსაცმელი, თანაც უნიკალურია და რატო ვართქმევს უნიკალურს. აი რაღაც სისუფთავე, რაღაც კარგად ჩაცმული, აი შესანიშნავად კარგად ლამაზად კადრი რო აჩვენებს, აი მოძრავი ხალხი და რაღაც ძალიან გალამაზებული ადამიანები მოძრაობენ, ჩვეულებრივი, მოწესრიგებული, აი რაღაცა სილამაზეს კადრის გიჩვენებს რა. მე ამაზე მქონდა ჩანაფიქრი, რომ შევადარე დღევანდელი და წარსულიდან და ჩვენავს ხედავ დღევანდელს. დღევანდელს ხედავს სიშუშულე ხალხი,
თქვენ ნამდვილად მიხვდებით რა ვიგულისხმეს სიშიშვლეს ადამიანი აი თითქმის მოკლე შარვალი თუნდაც კაბა თუნდაც საერთოდ ისეთი რომ თითქმის სიშიშვლე რა და ზოგიერთი რაღაც საშინელებები აი არ ვიცი რაღაც ურჩხულობის ტანსასმელი სიმბოლოები ნახატები ნუ რავი რაღაცა ზოგი კიდე გახეული შარვალი აი ჯინსები რომ არის ეგეს ხო სიშიშვლეა მით უმეტეს ამ გახეული შარვალის სიმბოლოს თვალსაზრისით აი რასაც მე მინდა ისე ვიგონებ წარმოიდგინეთ ადამიანის ჯინსების შარვალი გახეულის რომ ხედავ წარმოიდგინე ზაღლი არის მოგლეჯილი აი თითქოს ზაღლი მოგლიჯა შარვალი რა და ასე დადის ქუჩაში მე არ მინდა იმ ხალხი კამათი რომ დაუწყო იმაში რა ქვია რა გაცვია ეს და ამას არ დავიწყებ კამათი თქვენ როგორც გინდა ისე გეცვა ჩაიცი როგორც გინდა თქვენი აზროვნების გადაწყვეტილება როგორ და შეაფასებდი შენ ტანსასმელი ჩარცმულობას და მე ზოგადად გეუნებით როგორც აზროვნებით გონებით გახსნილი გეუნებით რომ ეს არის სიშიშვლე და ეს არის რაღაც ზაღლი მოგლეჯილი შარვალი ასეთ სიარული აი ეს ხო და საერთოდ არ არის სილამაზე რა თქმა უნდა ეს ილუზია გიჩვენებს თითქოს და ლამაზი ხარ და აი ეს შარვალი გახეული და რო შეხედავ სარკეში რა ლამაზი და რა ლამაზის სიშიშვლე გიხდებოდა რაღაცა აი მთელი ისეთი iluzia აქვს ამას რა. Სხვადასხვის ტანსასმელი მართლაც აქვს iluzia როგორ ვთქვა iluzia თავის მოწონებაზე, აი თავდახვეული iluzia მოწონება, რაღაც მიზიდულობა, ხო, აი მიზიდულობა, ზუსტად მიზიდულობა და რაღაცა ეგეთი ესე გახვევ ჭკუიდან რა და თითქოსაც გიხდება, მაგრამ ნუ ახლა ეს ბევრი რამე ისეთი ადამიანები რა ცხოვრებით ტვირთვები აქვს და როგორც იცნობ იმას ტვირთულობენ რა თავისი მიზიდულობა და თავისი არჩევანი რა მაგრამ სამსუხაროა რომ ნახევრად რა ბევრმა არ იცის იმაზე რომ არ ფიქრდება რატომ გაწვია ასე თითქმის სიშიშვლე თუნდაც გახეული თუნდაც რაღაც უჩხულობა ანუ აზრად ვერ მიდის თუ რატო იცმევდი და რაღაცა ისე როგორც მე ვიყავი აი მოდი მაგალითად გითხრათ მე ადრე მეცვა ისეთი მოდი ასე ვთქვათ აპარტაუნობის ტანსასმელი რაღაცა ნახატები რაღაცა უჩხულობა რაღაცა გამოსახულება სიმბოლო რაღაცა მუსიკალური სიმბოლო არ ვიცი რაღაცა სტილი ანუ ეს არის აპარტაუნობის რაღაც იდეა იქმნება როგორც ისე აი როგორც სამოდელო რო გამოდიხარ და ისეთი სტილით რო გამოხვიდე ეგეთი თემა რა ეს არის რა არის თავი რომ მოაწონო ისეთი ადამიანი რომ ვაუ რა ლამაზი ხარ და ესეთი არის ეგეთი რაღაცა ან ბევრად განსხვავება როგორც წესიერი ადამიანი ტანსასმელი ხო ეს შესანიშნავი და უნიკალური მით უმეტეს ნორმალური აი არ ვიცი ყველაფერი სუფთა მეორე კიდე მხარე აი ხო ვაფშე დიდი iluzia დიდი ისა მიზიდულობა და მთელი ისეთი თითქმის სიშიშვლე თითქმის გახეული თითქმის უჩხულობა თითქმის აი
რაღაც შერეული, შემოურეული წარმოიდგინეთ ამას ხო და ზუსტად დღევანდელს რო ვუყურებ ასე მდგომარეობაში რო ვუყურებ აი იმდენად სიმახიჯეს მოძრაობა დასხვავებული ასეთ ჩასმულობად საერთოდ აღარაფერი არ არის სილამაზე არაფერი არ არის იმიტომ რომ ეს უკვე არ ვიცი დიდი ილუზია, დიდი აპარტაუნობა, დიდი მიზიდულობა, მთელი ეშმაკური გაწვება ხოლმე ძალიან ის არის. ხოლო ჩვეულებრივი ნორმალური ტანსაცმელი არის უნიკალური, მშვენიერი. თან რო შეხედავ 64-ს ემსგავსება. წარმოიდგინე ქუჩაში რო დადის, ყველა სადაც ნორმალური ტანსაცმელი აწვია, აი მან უკვე 64-ია, მან უკვე ნორმალური ტანსაცმელი ლამაზის თვალ შეხედვა, აი რო შეხედავ გარე და დაინახო როგორი ხალხია, როგორი დადის, აი მოწესრიგებული, სუფთა, ლამაზად მიდის, მოდის რაღაცა, ეს ხო ალამაზებს რაღაც გარემო და მოსიარულე ხალხი რა, აი რაღაც სუფთა და ნორმალურია, ხო? ხო და ამაზე რო ფიქრდები ფილმში როგორც ვნახე ძველი წარსულში ფილმში ისეთი უნიკალურები, ისეთი კარგად აწვია, ისეთი კარგი საუბრები, თუნდაც ისტორიები, თუნდაც ფოტოები, ისეთი როგორი გამოსახულება აქვს, რომ აი ძალიან მშვენიერი და ლამაზები. და სულ იმაზე ვფიქრობდი, ნეტა ესეთი როდის იქნება თქო, როდის დაამსგავსებს ეს ქვეყანა მეთქი რა. ხო და რა ვიცი, აბა მე ხო თქვენი აი მეგობრებო, მე რატო ვიწერს ახლა ამ ვიდეოს? ეს არის გაზიარება, როგორ შეგიძლია ისე მოისმინე ჩემი ხმა და როგორ შეგიძლია ისე მიიღე შენი ცხოვრება გადაწყვიტე, როგორ გინდა ისე ჩაიცვა, გამოხვიდეთ ნორმალური ტანსაცმელი მიეჩვიე როგორ გინდა ისე მიეჩვიე როგორ გინდა ისე დაპროგრამდი ლამაზად მშვენივრად აი არ ვიცი მე ჩემში არაფერს არ შევიცვლის ისეთი რაღაცა რო დავემსგავსო ისეთი საშინელებას შანსი არ არის იმიტომ რომ წარსულს რო ვიხსენდებდი, ვიზახოდი, რას გავარ, ეს გავარ და აი წავშალე ისეთი რაღაცა კოშმარული გახსენება და მომიშორე რა, მართლა საშინელება და ნორმალური ტანსაცმელი რომ მაწვიე, მივეჩვიე ყოველთვის ერთი და იგივე და აი ხვდები რომ ძალიან ჩვეულებრივად გამოდივა, ჩვეულებრივი ნორმალური რაღაცა კარგად გალამაზებულით ხო და რა ვიცი ხო მეგობრებო როგორც გინდა ისე მოისმინე ჩემი ხმა როგორც გინდა ისე შენი როგორც გინდა ისე ჩაიცვით ნორმალური ტანსაცმელი თუ რაიმე ისეთი აპარტაუნობით და რაიმე სიშიშვლე და გახეული და უჩხულობა და რაღაცა თქვენი ნება, თქვენი არჩევანია, მე ამას ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეთი რამე რო გითხრა. ერთადერთი სათქმელი ის არის ჩემთვის, რომ გაგიზიარო და იმაზე ანუ შენს აზრ გონება ჩაწვდე, რამდენად განსხვავდება, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად კარგი და რამდენად ცუდი და რაღაცა, ანუ შედარება რა, ამას ვიგულისხმე და ხო, როგორ შენ გინდა ისე ჩავიცვი, თუნდაც ერთი და იგივე, თუნდაც ჩვეულებრივი სხვადასხვა სტილი ჩასმა, ისე როგორც ნორმალური ტანსაცმელი მოწესრიგებული და რა ვიცი, ჩვეულებრივი ხო და მე მგონი სულ ეს იყო რაღაც პატარა მომენტი რაღაცა გაგიზიაროთ როგორ ვცხოვრობ ჩვენ ქვეყანაში მე დღევანდელს რო ვუყურებ
აი არ ვიცი, საშინელება, როცა ხედავ თითქმის შიშულე, გახეული, უჩხულობა და ეს საერთოდ სილამაზეს არაფერი არ არის რა, ანუ აქედან იწყება ილუზია, მიზიდულობა, ეს ეშმაკი ესეთი გაწვება, რომ აი რაღაც ძალიან ისე რა საშინელება ამას. ხოლო აი ნორმალური რო შეხედავ, ეს უკვე მშვენიერი, წარმოიდგინე ამუსუნ თქვა და წარმოიდგინე 64-ია, რომ აი ყველგან ნორმალური ტანსაცმელი რო აცვია, ესე ღიმილი, ესე მშვენიერი, ესე რა ვიცი, მაგას რა ჯობია, ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი, როგორც ფილმში, როგორც ისტორია, როგორც ფოტო, იმ წარსული ძველებურად წარმოიდგინე რა შესანიშნავი და როგორი ნორმალური ტანსაცმელი და ისტორია. აი ეს უკვე ამოსუნ თქვა და ეს უკვე სასიამოვნო შტაბ-ბიჭდილება რჩება ხოლმე ეგეთი რაღაცა რა. ხო და რატომღაც მინდა ეს ხმა მაღლა ამოვიღო და უბრალოდ გაგიზიარო და თან მით უმეტეს ბევრი ხალხი სუსტებია, როცა აზრად არ ფიქრდება, აი ისე როგორც მე არ დაუფიქრებული ვარ, როგორი უნდა მეცვათ, რა უნდა მეცვა რაღაცაზე სანამ ჩემი დრო გავიარე, მაშინ გავიაზრე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელს. ამიტომ მას შეიცვალა ჩემში ცხოვრება, იმას რომ სხვანაირად ჩავიცვა ნორმალური ტანსაცმელი. და ჩემი გადაწყვეტილებით როგორც მინდა ისე ჩავიცვა. ერთი და იგივე მაცვია, ერთი და იგივე ფერი მწვანე, არაფერი გასხვავდება და ყველა თითქმის მიცნობენ ასე ქუჩაში მშვენიერია. გამიღიმე, გაგიღიმო. რა ვიცი. ასე ყოველთვის პოზიტიურად, მშვენივრად. როგორც თქვენ გინდა ისე ჩაიცვით, თუნდა პროგრამა, ტანსაცმელის დაპროგრამებული ტანსაცმელი გეცვათ, თუნდაც არა პროგრამის გარეშე ჩვეულებრივად სხვადასხვანაირი ფორმით ჩასმა და რაღაცა. ანუ ერთადერთი ნორმალური ტანსაცმელი ჩასმა და გადიხას ქუჩაში. ესე ჩვეულებრივი სტუმრა სამუშაოზე თუნდა რა ვიცი, ისე როგორც სოფლიოში ასე არის. ხო და მე მგონი სრულად არ ვიცი საკმარისად ახსენი თუ არა. რას ფიქრობ თქვენ ამაზე აი ამაზეც რა დღეს ვილაპარაკეთ. მაგრამ ძალიან გთხოვთ ვიღაც ადამიანები ჩემთან კამათი არ დამიწყოთ იმას რომ შიშიშვილისგან ან გახეულისგან ან უჩხულობისგან ან პრეტენზიებისგან რომ მოდის ხოლმე ძალიან გთხოვთ თავი შეიკავე ჩემგან უბრალოდ თქვენ როგორც გინდა ისე გაცვია როგორც გინდა ისე იცხოვრე არ მაქვს თქვენთა პრეტენზია უბრალოდ ჩემი ცუდი ხედვა და ეს არის რა შეიძლება მე იმ ხალხს ვაზიარებ გონების აი გონების ჩაცტომა განათების როგორ თქვა აი გონებას რო გაგიხსნათ რა აი რა უფრო მნიშვნელოვანი ტანსაცმელი და ასე შემდეგ ამიტომ ვაზიარებ ამ ხალხი ეს მხოლოდ და ის ამის თქმა მინდოდა ხო სხვადასხვა მე ისე სხვადასხვა გამახსენდა ჩემი ვიდეო მქონდა ის რა ქვია ძველი ვიდეო მქონდა გადაღებული სადაც ტანსაცმელი დავწვი და რა დავწვი და უჩხულობა სიმბოლო ეშმაკის სიმბოლო ციფრი ზოგი კიდე რაღაც უაზრო და უაზრო რაღაც გამოსახულებები რას მე ესენი არ მჭირდებოდა და ამ ტანსაცმელში დავწვით რა გამენადგურე მინდა
და იწყება ჩემში სხვანაირი ნორმალური ტანსაცმელი. როგორც მე გითხარი და აღწერეთ და რა ვიცი მე გონი სულ ეს არის მეკლეთ რა ვიცი მეტი რა დავამატო ისეთი რაღაც არ ვარ და მომჩეს მოკლედ ერთი სიტყვით მინდა იმ ადამიანს ვუთხრათ იცხოვრე ნორმალური ტანსაცმელი ჩაცმა იცხოვრე ნორმალური ტანსაცმელი ჩაცმა ეს ყველგან უნდა ხდებოდე არის ძალიან კარგი სხვანაირად რა გვგონია თქვა აი სა რა ქვია მე რაღაცა მინდა მე თქვა როდესაც ჩემი ხმაში ისმენ და როდესაც თქვენ ჩემი ხმაში ისმენ და შენ გადაწყვიტე როგორი ცხოვრებით უნდა ჩაიცვა ტანსაცმელი და ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხოვრება ისე შეიცვლება რომ ყველა თითქმის გამოვა ნორმალური ტანსაცმელი აცვია ხალხი რა აი ეს იქნებოდა საოცარი მომენტია საოცარი შეგრძნება საოცარი ღიმილი საოცარი პიროვნება იმიტომ რომ აი როგორ არის იცი ახალი სახეები ახალი გამოსვლა ისეთი საინტერესო რაღაცა მე პირადად სიამოვნებს რომ ნორმალური ტანსაცმელს ხედავ ჩვეულებრივი ადამიანი რო დადის ისე არის საჭირო აი როგორ არის იცი თვალიდან რო ხედავდეს აი ეკრანისავით რო შეხედო რა სასიამოვნოა ადამიანები როსაც ნორმალური ტანსაცმელი აცვია მშვენიერი გამწვანება ხეები შენობა სიარული ხალხი თუნდა ცხოველები ფრინველები უი რა კაი გამახსენდა აი ხლა ცხოველებებზე უნდა გითხრა მეგობრებო ცხოველები აი ბევრი ცხოველებია რა მაგრამ პირდაპირ ცხოველი ამოვრჩიო რა ლომი ხო გინახიათ მე მინახია ხო და ლომი ერთი და იგივეზე აქვს რა არაფერი არ აქვს გამოსაცვლელი რა რაღაცა უბრალო ყვითელი ლომია ბეწვია ყოხტად ლამაზად ყოველთვის არის ერთი და იგივე ლომი ყოველთვის ერთი და იგივე არის ბეღურა მტრედის სხვადასხვანაირი ჯიშების არის მაგრამ ისინი არაფერი არ იცვლებიან ხო და ისინი ყოველთვის ერთი და იგივე არიან როგორც ლომი ერთი და იგივე ყვითელია არაფერი გასხოვდები ყოველ დღე ერთი და იგივე ლომია ისე გამოდის გაგიღიმებს შეიღრიალებს ესე ზემონა რა ვიცი ხო და რას ვამობდი იცი მე როგორც ადამიანი ვარ გამოვდივარ როგორც ჩვეულებრივ ესე ჩემი პროგრამა და ესე ჩემი შერჩეული ასე მწვანე რომ მაცვია ზუსტად ლომისავის მაგდაგვარი ვარ რა რო იცოდეთ ერთი და იგივე ამიტომ არაფერი გავცხოვდები ისე მაცვია ისე კარგად მიცნობ ისევე როგორც ლომს იცნობს როგორც ჯიშის არის ეს კაი გამახსენდა რომ მე თქვა მეგობრებო აი ხო ვიზახოდი რამე არ გამომჩე ისეთი რა სათქმელი მოხდა ამიტომაც ვთქვი როგორც ლომი ერთი და იგივე არის ისევე როგორც მე ვარ ერთი და იგივე მწვანე მაცვია იყავით თქვენს როგორც გინდა გეცვას ერთი და იგივე თუნდა სხვადასხვა სტილის ფერები თეთრი მწვანე ლურჯი რა ვიცი როგორ შენ მოგიხდება როგორ შენ გახასიათებ თავარია გეცვას ნორმალური ტანსაცმელი ეს არის მშვენიერია ჩვენ ყველა გამოვდივართ ნორმალური ტანსაცმელი და თითქმის გავამჟღავნოთ აი ნორმალური ტანსაცმელი მაგას რა ჯობია აი ადამიანური ტანსაცმელია ნახე რა არის მეგობრებო ადამიანური შეხედე
ადამიანური ტასაცმელი ნორმალური ჩასმა. აი ისეთი ადამიანი. ნუ ეხლა შინაგანის მე არ ვიცი რა ცხოვრები და რაღაცა, მაგრამ უბრალოდ შეიძლება ცხოვრება როგორც უკეთესობისკენ. ესა და ეს. ერთადერთი უნდა ეცვას ადამიანური ტასაცმელი, ნორმალური, აი ესე. კარგი მეგობრებო, სულ ეს არის რას ვიმჯელე და ალბათ ისიამოვნე ჩემი საუბრები თუნდაც ცოტა ისეთი გრამატიკა შეგაწუხე, ასე შეიძლება ასწოროთ საუბრობ გრამატიკულად ან რაღაცა. ყოველთვის ამჩნევ, მაგიტომ ვიძახი რომ მე ვარ სმენა დაქვეითებული, სმენის აპარატი მიკეთია და გრამატიკა ნელ-ნელა ვსწავლობ და ამას იმიტომ მიგანიშნე და არ დაგეკვირდეთ. მე სხვანაირად ვიქნები, აი უფრო სერიოზული გრამატიკა, უფრო სერიოზული, ნუ რავი, ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა გავიუმჯობესებ. მადლობა ღმერთს, რომ ასე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, რავი, ყველაფერში რა ღმერთი ჩემში შეცვალა, აი რაღაც ადამიანურობა, გონების განათება და რაღაცა ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და ალბათ ისიამოვნეთ ჩემი საუბრების ამ საინტერესო თემატიკა და და ბოლოს მინდა გითხრა, ხომ არ მიცნობდი შემთხვევით რომ სააკეთ დავდივა, იქნებ გაგამხიარულო, ხო, მე ვარ გამარჯობა. არა, გამარჯობა არა, მშვიდობა. კარგი, ნახვამდის.